საიამ სტრასბურგში ეგრეთ წოდებული გავრილოვის ღამის საქმე მოიგო. სახელმწიფოს დაზარალებულებისთვის 646,000 ევროს გადახდა დაეკისრა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 21 ივნისს დაზარალებული 26 მოქალაქის საქმეზე ერთხმად დაადგინა, რომ მათ მიმართ წამების აკრძალვის მუხლის პროცედურული ნაწილი დაირღვა. სასამართლომ არ დაადასტურა ოცნების პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეზე შიდა სამართლებრივი საშუალებები ამოწურული იყო. პოტენციური ტერორისტული თავდასხმის საფრთხის გამო საქართველოში ისრაელის დეპუტატების ვიზიტი გაუქმდა. ისრაელის მედიის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას სუსი უარყოფს. არც საქართველოსა და არც ისრაელის სპეცსამსახურებს არანაირი ინფორმაცია საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმის საფრთხის შესახებ არ ჰქონიათ, წერს უწყება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შუახევის პოლიციის 2 მაღალჩინოსანი დააკავა. სამმართველოს უფროსმა 4 პირს ქურდობა დააბრალა და დაემუქრა, რომ თუ ხის მასალას არ მიუტანდნენ, დააკავებდა. დეტექტივების უფროსი კი კურორტ გოდერძიზე კოტეჯების ასაშენებლად ხე-ტყის მასალის უსაფრთხო ტრანსპორტირებას თანამშრომლებს ავალებდა და ამისთვის სისტემატურად იყენებდა სამსახურეობრივ ავტომობილებსაც. ოცნების ინიციატივით ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენებას თანხმობა დასჭირდება. ნებართვას ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს. სრულება ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში შედის.